ვაგრძელებთ ქვიზების სერიას, ამჯერად ქართული სატაძრო არქიტექტურის შესახებ. კითხვა პირველი. რომელი საუკუნით თარიღდება სვეტიცხოვლის დღევანდელი ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი? სწორი პასუხია მე-11. კითხვა მეორე. რომელმა დიდებულმა მეფემ ააგო გელათის მონასტერი? სწორი პასუხია დავით აღმაშენებელმა. კითხვა მესამე. რომელმა არქიტექტორმა ააგო სვეტიცხოვლის ტაძარი? სწორი პასუხია არსუკიძემ. კითხვა მეოთხე. კლდეში ნაკვეთ რომელ სამონასტრო კომპლექსს უკავშირდება თამარ მეფის სახელი? სწორი პასუხია ვარძიას. კითხვა მეხუთე. რომელი ტაძარი დგას თბილისში მტკვრის პირას კლდეზე? სწორი პასუხი დაწერე კომენტარებში. მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერე ჩვენი არხი და მოიწონე ეს ვიდეო.